აქვს. მოიგეს. პირველად მოიგეს აუტი კანადელებმა და შეუტიეს კიდეც, მაგრამ კარგად დახვდა. ზუსტად იმ ადგილას აღმოჩნდა, სადაც უნდა ყოფილიყო ბეგაცი. და აი მაყურებლის მის გამხიარული. ახლა ჩხუბი ხელჩა. ახლა ძნელი დასაფიქსირებელია. საჯი უყურებს და უნდა შეწყვიტონ ჩხუბი. მეგარა საინტერესო ჩხუბი გაგრძელდა. თავარია ფეხებით არის ჩხუბი. კარატეს ილეთები არ გამოიყენებს. მარტო მუშკიკრივი იყო სუბოქოში. ქალაქური კრივი. მრავლად არის სტადიონზე მოსულები, შემოქმედარი ეს. ახლა კანადას მეორე ხაზზე შვიდიდან სიცხლისთვის ჩემი ვარაუდით ამ ფელანი ბრძანდება ან ფელანი ან ბუკებინი. მაგრამ ახლა გაარჩია ვინ იყო მტკვარი და მართალი. რეფერი და ორი კიდის საჯია. კიდევ ტრიბუნაზე ჩვენთან უნდა დაეშვათ კაბინაში, უნდა გამოუთხდეთ და გავანაცხადეთ სასტიკი ვარი. ინგლისელი ბრძანდება ჩამოსულია, აი ესეთ სიტუაციები რომ აღრიცხოს და თამაშის მერე დაიბაროს ტრიბუნაზე. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღევანდელი მატჩის არბიტრი და მისი დამხმარე. ესე იგი მატჩის სრულობაში ვერ ჩაებმება. ვიდეოსაც გაარჩევს, ეხლაც რაღაცას ჩაინიშნავს და ეხლა განაჩენი უნდა გამოიტანოს იმ სამაკაცს. ვინც თათბობს. ველოდებით განაჩენს. და მათი საუბარი არ გესმის სამწუხაროდ ერთმანეთისა ესმით მათ და ჩვენთან გამოყვანილი არ არის. და რა საუბრობენ? ის კვაჭიც დაშავდა ალბათ შვიან. იმ ჩხუბში გათავდა თუ თამაში რა მომახსენე. ნახოთ აბა ეს ეპიზოდი. ვიტო კოლელიშვილი კისერში წვა უნდა. ანდერვუდს და ამის გამო ამტკარა ესეთი ამ. კოლელიშვილის მცდელობა უკუნდან დაეჭირა, შეებოჭა, ასე ვთქვათ, სტუმართა გუნდის მე-10 ნომერი ანდერვუდი, მაგრამ ეს მოხდა არა მხრებს ქვემოთ, არამედ მხრებს ზემოთ და ყელში და რა თქმა უნდა ეს აკრძალული ილეთია რაგბიში და ამას მოყვა მერე ყველაფერი ის რაც თქვენ ნახეთ. მეორე ხაზელიც კარგად ალახა მერე